სიკვდილ სიცოცხლის საკითხი ერთ-ერთი რთული თემაა, რომელზეც ადრე თუ გვიან მშობლებს ბავშვებთან ლაპარაკი უწევთ. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ სიკვდილზე სიმართლის თქმა ბავშვს შეაშინებს და სტრესს მიაყენებს. სიმართლის დამალვით კი ცდილობენ პატარების დაცვას. ლელა ჭანკვეტაძეც ახლა სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას. შვილს საყვარელი ბაბუის გარდაცვალებას დღემდე უმალავს იმ მიზნით, რომ მან სტრესი არ განიცადოს. მამა რო გარდაიცვალა, ისეთი ამბავი იყო, რომ ველოდებოდით, უნდა დაერეკათ ავადმყოფოდან და ყველანი დაძაბულები და ჩემი პატარა ძალიან ემოციურია დაჩი და თან ძალიან მეგობრობდა მამასთან და ურეკავდა ხოლმე საღამობით ელაპარაკებოდა და სულ ელოდებოდა ხოლმე რომ დაურეკავდა და დღემდე დარჩა ეს თემა ესე რომ აი ვერ ვეუბნებით, სულ კითხულობთ რომ სად არის, როდის მოვა, გაბრაზებული რატო არ მირეკავს, ხარას ვიგონებ და უკვე აი რაღაცა იქ რო შეხვალ ჩიხში და ვეღარ პოულობ გამოსავალს, უკვე ვართ ესე. ბავშვებთან საუბრისას აუცილებელია ვიყოთ გულწრფელები. არ აქვს მნიშვნელობა რა თემას განვიხილავთ მათთან. მოტყუება ან სიმართლის დამალვა უფრო მეტ სტრესს და პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე სიმართლე, რომელიც შეიძლება ბავშვისთვის მკივნეულიც იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს. და როცა გაიგებს, თავის მხრივ ეს გამოიწვევს ნდობის პრობლემებს. არა მხოლოდ მშობელთან ურთიერთობისას, არამედ ზოგადად ცხოვრების მიმართ გამოიწვევს უნდობლობას. მეორე მხრივ სიმართლის არ თქმით ვწირავთ შფოთვისთვის ბავშვს. რეალურად მაინც გრძნობს, რომ რაღაც მოხდა. და ამის შეგრძნების უნარი ბავშვს ყოველთვის აქვს. თან გაურკვევლობაში, იმიტომ რომ მშობელმა სხვა ინფორმაცია მიაწოდა და რეალურად შფოთვისა და გაურკვევლობისთვის არის განწირული. და მესამე მხრივ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა კიდე ურთიერთობებში პრობლემას იწვევს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მშობელმა მოატყუა, ცხადია, რომ მათ შორის უფრო დიდი სივრცე იქნება, ვიდრე აქამდე იყო. არსებობს ტყუილები, რომელსაც ბავშვისთვის ტკივილის ასაცილებლად იყენებენ უფროსები. ტყუილი კი, რომლითაც გგონია, რომ ვიცავთ ბავშვს, საზიანო უფროა ვიდრე სასიკეთო. წავიდა უცხოეთში და ჩამოვა ან სადღაცას არის წასული და ან ბავშვს ამით უჩვენთ მოლოდინს, რომ შესაძლოა ის კვლავ შეხვდეს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს და მოლოდინისთვის ვწირავთ ასეთ შემთხვევაში, რომელიც აუცილებლად იმედგაცრუებით დასრულდება და ძალიან დიდი ტრამვისთვის წირავთ ამ დროს რეალურად ბავშვს. ზოგადად ბავშვებს აქვთ თვისება, რომ რაც მათ გარშემო ხდება, ყველაფერი დააბრალონ საკუთარ თავს. და მთელი ამ დროის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ მუდმივად მოლოდინშია, მუდმივად დანაშაულის განცდაც აწუხებს და ეჭვი აქვს, რომ მისი ბრალი ხომ არ არის, რომ მშობელი წავიდა და მიატოვეს და მე რა თქმა უნდა, მიტოვებულობის განცდა და მიტოვებულობის სქემა უყალიბდება, რაც ასევე ზრდასრულობაში ძალიან ხელისშემშლელი ხდება მისთვის ურთიერთობებში. სიკვდილზე საუბრის დასაწყებად პირველ რიგში თავად უფროსი უნდა იყოს ამისთვის მზად, ხოლო მზადყოფნაში არ იგულისხმება ემოციების დამალვა. კითხვებზე პასუხის გაცემის დროს თუ ემოციების გამოხატვაში გულწრფელობა მნიშვნელოვანია. სიკვდილზე საუბარი კი შეიძლება დავიწყოთ ცხოვრებისეული ციკლის ახსნით, მაგალითად, როგორი კანონზომიერება ახასიათებს ბუნებას. მათ ეს ისედაც იციან, იმიტომ რომ ხედავენ ყოველდღიურობაში, როდესაც ჭიანჭველა თუნდაც ან რაღაცა მწერი გდია არ შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვი თვითონვე ამბობს, უი მოკვდა, როდესაც ფოთოლი ცვივა ხეს, შეგვიძლია აი ჯერ თავიდან დავუწყოთ ასეთ რაღაცეებზე, რომ აი მოკვდა, რას ნიშნავს მოკვდა. ამას ვუხსნით ისე, რომ მან შეწყვიტა, სუნთქვა, მისი სხეული აღარ მოძრაობს, აღარ ეცინება, აღარ აქვს ემოციები და ის აღარ დაბრუნდება. ძიმე თემაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი: ვინ აწვდის სამწუხარო ინფორმაციას და რა სიტუაციაში. ბავშვმა ინფორმაცია უნდა მიიღოს სანდო ახლობელი ადამიანისგან, მშვიდ და მისთვის კომფორტულ გარემოში. ბავშვები სევდა სხვადასხვაგვარად გამოხატავენ, ამიტომ მშობელი ნებისმიერი რეაქციისთვის მზად უნდა იყოს. შეიძლება საერთოდ გაჩუმდეს ბავშვი და არც არაფერი არ თქვას, თითქოს ვერ გაიგო თქვენი ნათქვამი, შეიძლება ტირილი დაიწყოს, შეიძლება გაბრაზდეს და ძალეწვა დაიწყოს სათამაშოების ან იქვე რაღაცაების, შეიძლება აგრესიაც კი გამოავლინოს ჩვენ მიმართ, მაგრამ ამ დროს ვეუბნებით, რომ ეს ბუნებრივია, მე მესმის, რომ შენ ამას ძალიან განიცდი, მეც ძალიან ემოციებზე უნდა ვესაუბროთ. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მისი ემოციები არ იქნას დამალული. ყველას გვწყინს ჩვენ ვტირით, მამაკაცებიც ვტირიან, როცა ტკივათ და ეს არ არის პრობლემა, ხო? უნდა ვისაუბროთ ამაზე. პროფესიონალები გვირჩევენ, რომ თემის სიმძიმის მიუხედავად ყოველთვის სიმართლე ვუთხრათ ბავშვებს ასაკის შესაბამისი სიტყვებით. ის ტყუილი კი, რომლითაც მათ დაცვას ვთილობთ, საზიანოა და ზრდასრულობაში აუცილებლად პრობლემის სახით იჩენს თავს.
დიდი მადლობა კატოს ბარამიძეს. ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო და ამ თემაზე ვაგრძელებთ საუბარს ლალი ბადრიძესთან. ის არის პოზიტიური ფსიქოთერაპიის ვისბადენის აკადემიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფსიქოთერაპევტი დილამშვიდობის ქალბატონი ლალი. მადლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ძალიან უსიამოვნო, მაგრამ სამწუხაროდ გარდაუვალი საკითხი. პირველ რიგში მინდა გითხოთ, აი დიდებს გვიჭირს ხოლმე ზრდასრულებს, გააზრება, შეგუება, გადახარშვა, რასაც ვეძახით და შემდეგ ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ ისეთ ფაქიზ ფსიქიკამდე, როგორიც არის ბავშვის ფსიქიკა. რაც სალსახად ვიცით, ის არის რომ არ უნდა მოვატყუოთ. მაგრამ რა ასაკის ბავშვთან როგორ ვიწყებთ საუბარს? აი მაგალითად 2 წლის ასაკში ბავშვს ხო უკვე ესმის ვიღაცა იყო და აღარ არის. აი ამ ასაკში როგორ ვეუბნებით და შემდეგ ეტაპობრივად სხვა ასაკების განხილვაც. რა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სიკვდილზე საუბარი ბავშვთან უნდა დავიწყოთ თავიდანვე, როცა პატარაა. და ხშირად ვაწყდებით სიკვდილს, ხო მაგალითად ნახამ წერი ტარი აგდია ან ჩიტი ან რამე და ვეუბნებით რომ მოკოდა წავიდა აღარ არის აღარ დაბრუნდება. ბავშვი როცა ამას თავიდან ვეგუება, აი ნელა-ნელა დამოკიდებულებას ცვლის და მე მქონდა ძალიან საინტერესო ისტორია მაგ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ როცა წავიკითხე თავის დროზე გურამ რჩეულიშვილის სიკვდილი მთებში, იქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. ალფრედ კურელას გარდაიცვლება მეუღლე და ქართველი გამცილებელი ახლავს და შვილებთან ერთად არის. და შვილები ისე ჩვეულებრივად მიიღებენ ამ ამბავს, რომ ქართველი გაუგანებული უყურებს, როგორ დედა მოუკვდათო და მოდი აი მხის ძირში დავასაფლავოთო უყარდა ეს ადგილიო და ჩვეულებრივად დაკრძალავენ და აგრძელებენ გზას. ეს გაუგანებულია და ეს უხსნის, რომ იცი რა, ჩვენ თავიდანვე ბავშვებს ზრდით ისე, რომ მან იცის, რომ ეს არის სიკვდილი. და სიკვდილი არის გარდაუვალი. და გადავწყვიტე, მოკლედ რომ ჩემი მესამე შვილი ასე გამეზარდა. ჩემი უმცროსი შვილი. მოკლედ ვაჩე გავზარდე ისე, რომ შევაგუე თავიდანვე რომ არის სიკვდილი, ეს არის ჩვეულებრივი ციკლი. ეხლა უკვე 20-საა, მაგრამ მაშინ თავიდან ესე გავზარდე და წლების წინ, 7-8 წლის წინ, მოკლედ აღმოჩნდა რომ მე რაღაცა მძიმე დიაგნოზი მაქვს და უმალავთ ვაჩეს. ყველა ტირის, მოდიან, მიდიან ხალხი, ვაჩი არ იცის რა ხდება. გაიარა ამ ყველაფერმა და კითხულობს ვერ რა იყო ეს ამდენი ხალხიო, რატო დადიოდაო ჩვენთავ და მოთხრე ესე იყო მეთქი საშიშროება და არ გვინდოდა რომ გენერვიულად და დაგიმალეთ მეთქი. გეთქვათ მე უკაცო ვინერვიულებდი ცოტასო გამიჭირდებოდა, მე მივიღებდი და გავაგრძელებდი ცხოვრებასო და ჩემთვის იყო ეს იცი როგორ მეწყინა, მაგრამ მივხვდი რომ სწორად მომედგა შედეგი იყო საბოლოოში, მაგრამ ერთ რაღაცას დავაზუსტე ბოდიში, ნუცა. აი მაგალითად, როდესაც 2 წლის ასაკში ვუთხარი ჩემ შულს იგივე არ მახსოვს წერის მაგალითი იყო მე მგონი ზუსტად, რომ ასე ხდება და თქვენც დაგემართებათ ეს რომ კითხა და კი ეს რაღაცა მაშინ ჩვეულებრივად მიიღო და რაღაც წინადადებაში ისიც გითხრა თქვენ რომ გარდაიცვლებით და მე რომ დიდი ვიქნები და ეს ბუნებრივად მოყვა, მაგრამ რაც უფრო ასაკი მოემატა მიხვდა რომ ეს მტკივნეულია და რა ხდება ასეთ დროს. ნახე თავიდანვე როცა ამას იღებს, რომ ეს ციკლია, მაგაზე ზღაპარიც არის სპეციალური, რომელიც ბავშვს მიეჩვენა. სიკვდილის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს, ხო? განახლება ამის გარეშე არ არსებობს. 3 წლამდე რა თქმა უნდა ბავშვი ამას ვერ იგებს. 5 წლამდე ბავშვი ფიქრობს, რომ კი ეს მოკვდა, მაგრამ ეს ზღაპრებში და მულტფილმებში როგორც ხედავენ, მოკვდა გაცოცხლდება გონია, ამას ვერ იგებს. აი, სკოლის ასაკიდან უკვე ხვდება, რომ ეს ადამიანი მოკვდა, წავიდა, აღარ დაბრუნდება. უბრალოდ ამ დროს გამოსავალი აუხსნათ, რომ ეს არის ფიზიკური გარდაცვალება, თუ მორწმუნე ოჯახია და წმენაში ვართ, რომ სული აგრძელებს ცხოვრებას, თუ არა და ის რომ ჩვენ ეს ადამიანი გვეყვარება, გვემახსოვრება და ჩვენს გონებაში იცხოვრებს. მაგრამ ის რომ უნდა ინერვიულოს და იტიროს ეს თავისთავად, ამისგან ვერ დავიცავთ. თავისთავად ამას ეტაპები აქვს, ეს ეტაპებია, რომლებიც უნდა გაიაროს. პარალელი რომლის გავლებაც მე გამიჭირდა, აი ვამბობთ, რომ თავიდან თქვა მწერზე, ცხოველზე, ჩიტზე უნდა მივაჩიოთ ამ ყველაფერს და ავუხსნათ, მაგრამ მეორე არის ადამიანები, რომლებიც ბავშვის ცხოვრებაში არიან და ეს არ არის ხომ როგორც წესი ძალიან ფართო წრეხვა და რომლებიც ხდება ბავშვი მიჯაჭვული, გარკვეული მოლოდინი აქვს, სხვა სიყვარული და ურთიერთობა უყალიბდება, ამ ადამიანების გაიგივება თქვათ აი მწერთან რომელზეც შევაჩვიოთ ჩვენ ამ ისტორიას ცოტათი რთული არის მით უმეტეს როდესაც მე რა გვინდა ხოლმე რომ იმ ადამიანის ადგილი ამოვავსოთ აი ეს რამდენად სწორია რომ ვიღაცის ადგილის დაკავებას ვეცადოთ რასაც ბებია უკეთებდა ის გაუკეთოს დედამ ან თუნდაც პირიქით აი ეს რამდენად სწორია ით რა ის ადგილიც არიელი რა თქმა უნდა არ უნდა დარჩეს და ის რომ ნუ ჩვენ ხარ ვადარებთ რა ის რომ მოკტა ბებიაც ესე მოკტა ამას არ ვეუბნებით ხო რომ გარდაიცვალა ამას რა თქმა უნდა ვეუბნებით და უნდა ვეცადოთ რომ ის რუტინა რაც
რაც ქონდა, მას შეუნარჩუნოთ აუცილებლად. მაგალითად, ბებია ეხმარებოდა რაღაც უმზადებდა საუზმეს. ის საუზმე უნდა შენარჩუნდეს, ის უნდა გაუკეთოს სხვა და სხვა უნდა გაუმზადოს, იმიტომ რომ ბავშვი ყველაზე მეტად მაშინ გრძნობს, როცა მისი პირადი ცხოვრება იცვლება. როცა მას უშუალოდ ეხება ეს ყველაფერი. და იცი რა, უნდა დაინახოს შენი რეაქცია, შენი ადეკვატური რეაქცია, რო გეტირება, უნდა იტირო. უნდა დაინახოს, რომ ეს არის ნორმალური. წავიდა ადამიანს ვეღარ ნახავ და განიცდი. არა და ჩვენ პირიქით ვიქცევით როგორ წესი, ბავშვს წრემლი არ ანახო, ეს რაღაცნაირი ფრაზა. უნდა ანახო, უნდა არა ისტერიკა. უნდა იცოდეს, რომ ეს თავისთავად, როცა ადამიანი მოგენატრება და ვერ ნახავ, ბუნებრივია და მისცე უფლება მანაც შენთან ერთად იტიროს. მას რო უჭირ, ჩაეხუტო და აუხსნა, რომ იცი რა მეც ძალიან მიჭირს. რომ ვერ ვნახავ, მაგრამ ბებო ჩვენს გულებში იქნება, ჩვენ მას გავიხსენებთ და გავიხსენოთ. ამბები რას გადავაკეთეთ ამბებს. ერთ-ერთი რესპონდენტი ჩვენს რეპორტაჟში ამბობდა ეს რაღაცას, რომ როდესაც ვუმალავთო და გადავადებას ვახდენთ აი ამ ცუდი ამბის გაჟღერების, ხშირ შემთხვევაში ბავშვს ვუქმნით მოლოდინს, რომ ამ ადამიანს, რომელიც უყვარს ნახავს. აი ამას რა უარყოფით შედეგი მაქვს, აი თქვა გადადებულ საქმეს. იცი რა, ბავშვზე კარგება ნდობა. ჯერ ერთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დაუმალეს და მე სამყაროს მიმართ, აღარ ენდობა სამყაროს. იმიტომ რომ ელოდება და მე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი აღარ ბრუნდება და ეს ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ნდობა არ დაკარგოს სამყაროს მიმართ, ვიდრე ის, რომ ცოტა ხანი ინერვიულოს და იტიროს. სანერვიულო, როცა უნდა ინერვიულოს, აბა არ უნდა ინერვიულოს. ანუ აი ესე რაღაცნაირად ქართულ დედებს გვჩვევია, რომ აი ბოლომდე გადავეფაროთ და ავარიოთ ყოფილს არავითარ შემთხვევაში. ნახე, პირველად, როდესაც იგებს ადამიანი, ხო, სტადიებია, ვიცით ჩვენ ამ უარყოფა შეგვიძლია. გლოვის და პირველი არის ყოველთვის უარყოფა. არა, ეს არ მომხდარა, არ მჯერა. აი 9 აპრილს მე ვიყავი ზუსტად 9 აპრილია დღეს და ამიტომ გამახსენდა ვიყავი რუსთაველზე ძალიან დიდხანს მე ძალიან დავიღალე სახში წამოვედი და მეგობარი რომელიც იქ შეხვდა დილით უთენია მოდის და გვიკაკუნებს გაგვაღვიძა რომ ცოცხლები ხარ თუ და მე რომ რატო რა მოხდა აი ესე მოხდა არ დავიჯერე არაფრით არ დავიჯერეთ არც მე და არც ჩემმა ძმამ რომ როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო როგორ შეიძლება ვინმე მომხდარიყო ისეთი აი თელ საქართველოს არ შეეროდა როცა მივიღეთ ეს აი მე იყო ის რომ ბრაზი რომ აი რატო მოხდა რატო დაგვემართა ეს მე თან ფიქრობ მესამე სტადია უკვე რომ ვაჭრობ რომ იქ რომ ყოფილიყავი იქნებ სხვანაირად ყოფილიყო იქნებ ვინმე გადამერჩინა რაღაცა დანაშაულის გრძნობაც გაქვს რომ შენ გადარჩი და ის ადამიანები დაიღუპნენ მე იღებ რომ ეს მოხდა და უკვე გადადის გლოვაში უკვე დეპრესიისკენ მიდიხარ მაგრამ მე ვეგუებით აი ამდენი წელი მაგრამ უნდა გამოვიდე გვახსენდება უკვე სხვანაირად უკვე შეფასებას აძლევ ხო კი კიდევ ერთი აუცილებელი ამბავი რიტუალები როდიდან შეიძლება რიტუალებში ბავშვად ბავშვის ჩართვა თავიდანვე შეიძლება თავიდანვე იმიტომ რომ ბავშვი მოდი სანთელი აუნთოთ ბებოს მაგალითად საფლავზე გავიდეთ ყვავილები მივიტანოთ თავიდანვე როცა ამას ეჩვევა, იცი რომ ძალიან უკვე ჩვეულებრივად უყურებს და მისთვის ტრაგედია აღარ არის ეს ყველაფერი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. სიმართლე და ამ სიმართლის სწორად მიწოდება ასე კი შესაძლოა. უღრმესი მადლობა, ლალი ბადრიძე ფსიქოთერაპევტი იყო ჩვენი სტუმარი.